მასკოტ, ჩვენ გველდები? დღეს ვარჯიში არ იქნება, არ მისმის. ერთი წუთი ეს რა არის? რატომღაც მეგონა დღეს არაფერი დრამა არ მოხდებოდა, მაგრამ აი ფეხბურთელები თქვენ მაგიარს იგეთებენ. გოგოებო, რაღაც არ მესმის, ნორმალური გგონიათ ჩვენს მაგიდასთან ჯდომა და ჩვენი კოსმეტიკის გამოყენება? ფეხბურთელებო, კარგად ხართ? და საერთოდ აქ რას აკეთებთ? ხომ გითხარით რომ პირველ სართულზე შეგეძლოთ დაგეძინათ? ბანი მწვრთნელმა ებიმ გამოგუგზავნა და პირველი სართული დაკავებულია რომ იცოდეთ. ჩვენ გვეგონა რომ რადგან ოთახს ვიზიარებთ, კოსმეტიკასაც გავიზიარებდით. გოგოებო, ეს გაიგეთ? რაღაცა მოიგონეს. ფეხბურთელებო, რაც აი აქ დევს, ყველაფერი არის ჩვენი. ჩვენია. ხო, და ჩვენი ფულიც ნაყიდია. არავის არ გავუზიარებთ ჩვენს კოსმეტიკას. უპს, არ ვიცოდით ბოდიში. ახლა ვიცით, ნენსი, წამოიღეთ ჩვენი მაკიაჟი, დავამთავროთ გაკეთება. თქვენი კოსმეტიკა აღარ გუჭირდება, ჩვენით გავიკეთებთ. ფეხბურთელებო, ეს ბოლო გაფრთხილება იყო. კიდევ ერთხელ დაგიჭერთ ასეთ რაღაცას რომ აკეთებთ და მერე უკვე სხვა ძალას გამოვიყენებთ. ყველაფერი გასაგებია? გოგოებო, თქვენი მაკიაჟი აღარ გუჭირდება. კარგი, ჩვენ გაგაფრთხილეთ. არ მესმის, უნდა ჩავკეტოთ ჩვენი უჯრები? მარტო ფეხბურთელები კი არა, ბაყაყებიც მოდიან. გუშინ გამოიყენეს ჩვენი ტუჩსაცხი. ხო, მე და კნოპამ დავინახეთ. კარგი გოგოებო, შევისწოროთ მაკიაჟი და წავიდეთ, თორემ გამოტოვებთ ყველაფერს. გოგოებო, მეც წამიყვანთ თქვენთან ერთად. თუ გოგოებთან შოპინგი გინდა მასკოტ, მაშინ წამოდი. მაგრამ ზოგადად გოგოები ვართ მარტო. გოგოებო, კარგი გასაგებია, წარმატებები. დღეს ვახშამზე გნახავთ. გნახავთ მასკოტ. ბლონდი, ძალიან ვწუხვართ, მოიცადე, უბრალოდ დაგვავიწყდა მართლა. გოგოებო, 6 საათზე გავიღვიძე იმის იმედით, რომ თვალებს რომ გავახელდი, ოთახს დავინახავდი მორთულს და თქვენ იყვირებდით და გილოცავ. ბლონდი, მართლა მოვინიშნე შენი დაბადების დღე, მაგრამ დამავიწყდა. ხომიც ტელეფონში, მაგრამ გაჭედა. გილოცავ ბლონდი. როგორი მოსაწყენია გილოცავ ბლონდი, მოშორდით აქედან, თქვენი და რა არ მინდა და ჩემს მეგობრებს ეძახით საკუთარ თავს. ჯანდაბა, იცი რა ბლონდი, შენ სარ გახსოვს ჩემი დაბადების დღე. გოგოებო, რა გავაკეთოთ? მართლა ავურიეთ, ჩვენი მეგობარია, ჩვენი კაპიტანი. იცით რა გოგოებო, შეგეძლოთ რაღაც ბარათი მაინც გეჩუქებინათ ან შოკოლადი, მაგრამ არა. ვა, ქერა, გამარჯობა, დაბადების დღეს გილოცავთ. ხედავთ, კალათბურთელებმაც კი მომილოცეს. კალათბურთელებმა საიდან იციან შენი დაბადების დღე? ბაჯიებმა გვითხრეს. რა? მოშორდით აქედან. ბლონდი, მოდი რამე გავაკეთოთ და აღვნიშნოთ შენი დაბადების დღე. ჯანდაბა, ბანიმაც კი იცის ბლონდის დაბადების დღე. კარგი, რას მთავაზობთ, აბა რა პროგრამას? შეგვიძლია პიცას და ის უთხრათ, რომ რაღაც გემრიელი მოამზადონ, ტორტის მაგვარი. რა? ხედავ რომ წარმოსახვის უნარი საერთოდ არ გაქვთ. ბაყაყებო, ჩვენს მანქანასთან რაზე ლაპარაკობთ, მოშორდით აქედან. ბლონდის სვეტკამათებით. მადლობა ბანი, რომ თქვენ მაინც გახსოვდათ ჩემი დაბადების დღე, ჩემს მეგობრებს დაავიწყდათ. გოგოებო, ეს როგორ დაგემართათ? თქვენი კაპიტანის დაბადების დღე დაგავიწყდათ? ეს მართლა უპატიურცემულობაა საკუთარი კაპიტნის. გოგოებო, ძალიან სულდად მოიქეცით. აუ, ბლონდისნერი კაპიტანი რომ მყავდეს, მეც დამავიწყდებოდა. გოგოებო, მადლობა მაინც რომ გახსოვდათ და ჩემი სამი მეგობარი. თქვენ ანუ პატივს მე არ მცემთ, ხო? არა, ბლონდი მართლა პატივს. მოშორდით, არ მინდა თქვენი დანახვა. გოგოებო, შოკში ვარ, როგორ დაავიწყდათ კაპიტნის დაბადების დღე? გოგოებო, რა მნიშვნელობა აქვს? შოპინგზე მივდივართ თუ არა? ხო, ახლა შემეცოდა. კნოპა, რა თქმა უნდა, ცოდოა. ჩემი მეგობრებს ჩემი დაბადების დღე რომ დაავიწყდათ, არ ვიცი ამას როგორ ვაპატიებდი. ბლონდი, კიდევ აქ ხართ, მოშორდით. ბანი, ძალიან ცუდ დროს მოხვედით. ხო, და ახლა ბლონდის მხარს უჭერთ, ხო? ბანი, ვერ გავიგე ვინ ხართ, მატყუარები ხართ. ახლა ჩვენ ვართ დამნაშავეები. ბლონდის შეხედეთ. ყველაზე უბედური ვარ დღეს, ჩემს დაბადების დღეზე. გოგოებო, ვიცი, რომ ბლონდი ისეთი კარგი ადამიანი არ არის, მაგრამ დაბადების დღე აქვს. მოდით რამე სიურპრიზი გავუკეთოთ. ხო, თანახმა ვარ. კარგი, მაგრამ ბლონდი ისევ ჩვენ მანქანასთან დგას. გოგოებო, დაწყნარდით. ნასია, გაიქეცი აისთან და პიცასთან და უთხრა რომ გააკეთონ. ხო მიცი რაც, მოიცა? კარგი. და კნოპა, მე და შენ ბლონდის წავიყვან საშოპინგოთ. მოდი, სიურპრიზი მოვუწყოთ. კარგი, წამო. მომისმინე ბლონდი, დამიჯერე. მესმის რა რთულია, ახლა რასაც განიცდი. არავინ მოგილოცა. მართლა ხვდები? ხო, არ დამარცხნია, მაგრამ მაინც მესმის. ბლონდი, შენმა მეგობრებმა თუ არ მოგილოცეს, ჩვენ მოგილოცავთ. ხო, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთან ერთად წაგიყვან შოპინგზე, გინდა წამოხვიდე?
თუ შენმა მეგობრებმა საჩუქარი არ გაჩუქეს, ჩვენ გაჩუქებთ. აუ, ბანი, მეზიზღებით, მაგრამ დღეს ძალიან მაგრები ხართ. კარგი კნოპა, წავედით, მოდი რაღაც კარგი მოვუწყოთ ბლონდის. ხო, წამო. ვაიმე, ეს დაინახეთ, ბანი ბაყაყი ჩასვა მანქანაში. ხო, იღბლიანი ბლონდი. ხო, იქნებ ერთ დღეს მეც გამმართლოს და დიანამ თავისი მაგარი მანქანით მატაროს. ჯული, შენი მანქანაში არაფერი გესაქმება, თავში აგივარდება. ბროვასტი, უბრალოდ მინდა რომ ჩერლდერების გუნდის ნაწილი ვიყო. ჯული, ჩვენ ბანის ჩერლდერებში არავინ მიგვიღებს, ხო მიცი რომ ჩავიჭერი. ჯიჯი, შენ ჩემთვის ყოველთვის ჩერლიდერი იქნები. ჯანდაბა, ბლონდი და ბანი ერთად წავიდნენ. ახლა ნამდვილად საუკეთესო დაბადების დღე ექნება. ამის მერე ბლონდის არც დაბელაპარაკები. აიღეთ. მადლობა პიცა აის, ჭამოც ხომ არ გინდათ? არა მადლობა არ გშია. გამარჯობა მწვრთნელოები, გამარჯობა მასწავლებლო მაიკ. ნასია რა მოხდა 400-ზე რატომ ხარ? ხასიათი, შოპინგზე ვერ წავედი. აის პიცა, ტორტი გამოაცხვეთ. ტორტი? მოიცა ტორტი რატომ? ბლონდის დაბადების დღეა დღეს და ბანიმ მოითხოვა ტორტი, სიურპრიზს უწყობენ. მოიცადე, რას გულისხმობ, ბლონდი და ბანი ისევ მეგობრობენ? არ ვიცი მეგობრობენ თუ არა, მაგრამ ბანის გული ეტკინა, იმიტომ რომ ბლონდის მეგობრებს დაბადების დღე დაავიწყდათ და არ მიულოცეს. მე მშვიდობას ვამხრობი, გოგოები ერთმანეთში უნდა მეგობრობდნენ. ძალიან მიხარია თუ მართლა დამეგობრდნენ. მაიკ, გაგიჟდი, ბაყაყები და ბანი მტრები არიან, მათ შორის მეგობრობა ვერ იქნება. კარგი ნასია, გასაგებია, გამოვაცხობთ. რა კრემი გამოვიყენოთ? ნებისმიერი დამიჯერეთ არ მადარდებს ბლონდის დაბადების დღე მართლა. კარგი ნებისმიერი კრემი. კარგი პიცა, მოკლედ, კრემი, შოკოლადი და კენკრა დაგჭირდება. აი, ეს კენკრა არ ხო გვაქვს. და იპოვე. კარგი. კოსტა, ბოდიში ძალიან სულელი ვიყავი. მინდა ყველაფერი ისე იყოს როგორც ადრე. ჩვენ მეგობრობა საკმარისად არ ვაფასებდი. თან ახლა ჩემი შეყვარებული ლორენი და მისი მეგობარი ნენსი ნერვებს ძალიან მიშლიან. და კიდევ ინგიშლის ნერვებს. საერთოდ აქ რატომ ხარ? შენ გამო თავისუფლად რატომ უნდა ვიგრძნოთ? ხო, საერთოდ არ გვეცოდები. კოსტიას არ დაგიბრუნების, ჩემი შეყვარებულია. ხო, აიღე შენი ჩაფხუტი და წადი. მეგობრებო, ასე რატომ მეკცევიდე? ზომბი რო გავხდე, კარგად მომექცევიდე. მაშინ მიპოვეთ გოგო და აუცილებლად გავხდები. ლორენთან დაბრუნებას ყველაფერი მირჩევნია. დიმა, მე შენი საუკეთესო მეგობარი აღარ ვარ და ჩემი გადაწყვეტილებას ვეღარ მივიღებ. აქ ყველაფერს ერთად ვწყვეტთ. საკაც თანახმა ხარ? არა, მე თვითონ არ მყავს შეყვარებული. ამას რატო უნდა ვუპოვო? ხო, არც მე არ მყავს. არც მე. ეს გაიგე, ჩემი ძმები მარტო ხელები არიან, მაგრამ შენ გინდა რომ შემოგვიერთდე და ზომბი შეყვარებული ყავდეს? ხო, მე ურთიერთობის გარეშე ვერ ვიქნები. ხო, დიმა მოსიყვარულე ბიჭია. სალინა, ესე შენი მეგობარი ზუკრა და დიმა შეიძლება ერთმანეთს მოუხდნენ. ხო, ზუკრა კარგი იქნება. ფოტო ხო არ გაქვთ? ზუკრა? ფოტო არა, მაგრამ აღწერა შემიძლია. მიდი აბა უხსენი ზუკრა როგორია. 3 ბუმბული აქვს თავზე და 2 პირში. კარგი გასაგებია, ზუკრასთან ერთად აღარ მინდა. მაგრამ არა უშავს, ზომების მოძრაობაში მაინც გავწევრიანდები. გოგოს ჩემი თვიპოვი. როგორც კოსტია იტყვის, ისე იქნება. დიმამ უკვე ერთხელ მიღალატა და მეორეჯერაც მიღალატებს. არ მინდა. კოსტა, გთხოვ, მაბატია, ბოლო ჯერ გეუბნები. არაფერს აღარ დავაშავ. დიმა, აქ რას აკეთებ? მე კიდე ამდენი ხანია გეძებ. ხომ გითხარი ზომბის სახლში წავიდა თქო? დიმა, მივდივართ. კარგად, დიმა. აი დიმა, შენი ლორენი მოვიდა. ვა, ლორენ, გამარჯობა, უბრალოდ ჩავიარე და მინდოდა კოსტასთვის გამარჯობა მეთქვა. ვერ გამაფრთხილე, ძალიან ნერვიულობდი, მთელი სახლი გადავქექე. ხო, ლორენ, ბოდიში, შემდეგში გაგაფრთხილებ. წავედით. შოკში ვარ, ახლა მოატყუა არა და წეღან ამაზე წუწუნებდა. ხო, დიმა ასეთია. და მაინც უნდა რომ ჩვენიანი გახდეს. ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენთან არ არის. შეიძლება გავახილო? არა, ბლონდი, 1 წუთით. მოიცადე? 1, 2, 3. ვაიმე, ამ მაგარ მაღაზიაში მომიყვან და შემიძლია აბერჩიო რაც მინდა? მოგესალმებით ყველაზე მაგარ მაღაზიაში, აქსესუარების მაღაზიაში. ვაიმე, აქეთ ჩანთები, აქეთ. ვაიმე, რაღაც მწვანე მჭირდება. ვირთხებ აქ საიდან? აქ მუშაობთ. გოგოებო, რომელზედაც მიყიდით? ამას თუ ამას? თუ ყველაზე ძვირიანს? ბლონდი, რაც გინდა შეგიძლია აერჩიო და გიყიდით საჩუქარს. ხო, დღეს ხომ შენი დაბადების დღეა. ლეილა, არ მესმის, ბანი ბლონდი მოიყვანა აქ რომ ფული დახარჯო მასზე?იანა, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენთვის მთავარია რომ რაც შეიძლება მეტი რაღაც გავყიდოთ, რომ მეტი ფული ვიშობოთ. კარგი. გოგოებო, აუ რა ვირჩიო, ყველაფერი ვარდისფერია. მოიცადე? ვირთხებო, რამე მწვანე გააქვთ, ან რამე განსაკუთრებული. ხო, ძალიან საინტერესო რაღაც გვაქვს, მაგრამ ძვირი ღირს. ფული პრობლემა არ არის. დღეს გვინდა რომ იუბილარს რაღაც ვაჩუქოთ. ხო, ამიტომ გვაჩვენეთ. აი, სპეციალურად თქვენი იუბილარისთვის, მაგრამ ძვირი ღირს. ვაუ, ეს ჩვენთვის შეინახეთ? ავიღებთ, იმედია ბლონდი ვერ დაინახავს. $700 გააქვთ? ხო, ფასდაკლება არ ვრცელდება. ვიღებთ. რამდენი?
700 კნოპა არა უშავს. გოგოებო, ეს ზედა მომწონს და აი ეს სამკაული. კარგი, ბლონდი, ყველაფერი იუბილარისთვის. ხალხან გუჩი ფასტაკლება არ არის. გოგოებო, მაშინ რაღაც ისეთი მიყიდეთ, ბეჭედიან რამე. აუ დაიწყო უკვე თავისი რაღაცეები. უნდა წავიდეთ. თქვენი არჩევანი გოგოებო. მადლობა, ბლონდი, წავედით. გთავაზობთ, რომ ამ შაბათ-კვირას ბანის მოვუწყოთ რაღაც, ვინ არის თანახმა? მოიცადე, რა უნდა მოვუწყოთ ბანის? ტანსაცმელები მოვპაროთ, რომ გაიღვიძებენ აღარ იქნება. ხო, და მე რას გვიზავს ბანი? რას გვთავაზობ? რას და მხიარულებას? გეშინიათ ბანის? მე არაფრის არ მეშინია. შეგიძლიათ ეს დაიჯეროთ ბლონდი თავის დაბადების დღეზე ბანისთან ერთად. ხო, ამას მისგან არ ველოდი. გოგოებო, ჩვენი ბრალია, ჩვენ დაგვავიწყდა მისი დაბადების დღე. ვერ ვიტან ბანის, მე ბლონდის ვერ ვიტან და ისიც ვერ გვიტანს. ხო, ალბათ ახლა ძალიან მაგრად ერთობა ბანისთან. იცით რა, ბაყაყებო, გინდათ რომ ბანის რაღაც სასაცილო მოვუწყოთ ამ შაბათ-კვირას? ვერ ვიტანთ ბანის, ამიტომ მზად ვართ. გითხარით ლუზერებო. გვინდა რომ ამ შაბათ-კვირას ბანი ტანსაცმლის გარეშე დავტოვოთ. ალბათ მიხვდით. ხო, გაიღვიძებენ და გამოშტერდებიან. პიცა კრემი მზად არის, ბისკვიტი გამოაცხო. კი, ახლავე გავაკეთებ. ვაუ, რასავს ესეთი კარგი სუნი. ჩვენ ტორტს ვაცხობთ. შოკოლადით და კენკრით. და ტორტს დღეს ჩვენც ხო შევჭამთ. აი, ეს მე ყველაზე დიდი ნაჭერი მინდა და მე ბევრი კენკრით მინდა. არა მეგობრებო, არ გამოვა. ეს ტორტი ბაჭიებმა შეუკვეთეს ქერასთვის. დღეს მისი დაბადების დღეა. მოიცა, არ მისმის. ეს რამე ხუმრობაა? ბაჭიები და გომბეშვები როდიდან ლაპარაკობენ? როგორ ჩანს ჩვენ გომბეშვებში გაგვცოლეს? არა, შანსი არ არის, ბაჭიები ტორტს არ შეუკვეთავდნენ. მეგობრებო, არ ვიცი გაგვცოლეს თუ არა, მაგრამ ნუ გვაწუხებთ, მუშაობთ. ბიჭებო, თუ გშიათ კარბონარა ამაცივარში, შეგიძლიათ გაათბოთ და მიირთვათ. მადლობა. ნასტია, ყველაფერი მზად არის? კი, ტორტი მზად არის და ძალიან მინდა რომ შევჭამო. რას აკეთებ, ეს ბლონდისთვის არის? კარგი, კნოპა, მზად ვართ. შემოდი, ბლონდი. ვერაფერს ვერ ხედავ, რა მომიმზადეთ? ბლონდი, თვალები გაახილე, ეს შენთვის არის. მადლობა, გოგოებო. კარგი, ჩააქრე და რამე ჩაიფიქრე. ნეტავ აღარასდროს ვიჩხუბო ბანისთან. რა კარგი სურვილია. რა ლამაზი დღეა, რანახელი მზეა, იმიტომ დღეს ბლონდი დაბადების დღეა. ბლონდი, ეს ყველაფერი არ არის. მაღაზიაში მარტო ის ზედა კი არა, კიდევ ერთი პატარა საჩუქარი გიყიდეთ. აი? ვაიმე, მადლობა, ძალიან მიყვარხართ, ღმერთო ჩემო, საუკეთესო რაღაც არის, რაც შეიძლება. გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა. არასდროს არ დამოვიწყდება ეს დაბადების დღე, მართლა საუკეთესო დაბადების დღეა. ჯანდაბა გოგოებო, ეს ჩანთავ ნახე $700 ღირს. ნასია, არა უშავს, ნახე ბლონდი როგორი ბედნიერია. გოგოებო, გიჟები ხართ. ბანი, ძალიან დიდი მადლობა, მართლა საუკეთესო დღე იყო. რა ცუდია რომ ჩემი გუნდი არ ხართ, ძალიან მიყვარხართ. გოგოებო, მისი გჯერათ? იმედი მაქვს ბლონდი მართლა გამოხატავ. ბლონდი, კარგი, შეგიძლია აჩვენო შენი საჩუქარი? არა, არავის არ ვაჩვენებ ჩემს საჩუქარს, შეიძლება თქვენთან დავრჩა ეს ტორტი ერთად ჭამოთ და ერთად აღნიშნოთ დაბადების დღე. კარგი, ბლონდი, დარჩი. თქვენ ბავშვებო, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა ბლონდის დაბადების დღე ერთად უნდა აღნიშნოთ. კარგად! გამომართო შენი ტორტი. უკბინე, უკბიჩე.